პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ყველას. მადლობა მასპინძლებს. ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი მართლაც რაღაც ბლიც ამავე დროს კამერული ტიპის შეხვედრები. იმიტომ რომ აქ გამოთქმული აზრები, ჩამოყალიბებული პოზიცია, შეჯერების ანალიზის თვალსაზრისით ყოველთვის იძლევა გარკვეული საეთერო დოკუმენტით სარგებლობის შესაძლებლობას და ანალიტიკისთვის ხშირად ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია. მე ვფიქრობ, რომ საკითხი, რომელიც დგას ჩვენს წინაშე, პირველ რიგში გარკვეულწილად ისტორიული მეხსიერების ჭრილში საჭიროებს განხილვას. 2002 წელს მე ვიყავი შეერთებულ შტატებში, თომს რივერში, ეს ნიუ-ჯერსიში არის, ესეთ ატლანტიკის ოკეანის პირას ქალაქი და 21 სექტემბერს აღმოჩნდი ბერძნული ეკლესიის ფესტივალზე. და იქ ერთმა ბუკლეტმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. რამდენი წლის არის მართლმადიდებელი ეკლესია? დოქტორი ეფთიმიო არის ამისი ავტორი და იწყება ძალიან საინტერესოდ. თუ თქვენ ხართ ანგლიკანური ეკლესიის წარმომადგენელი, უნდა იცოდეთ, რომ თქვენი რელიგია დააფუძნა მე-16 საუკუნეში ჰენრი მერვემ, მას შემდეგ, რაც მეორედ ქორწინების უფლება ვერ მიიღო და ასე შემდეგ. მარტინ ლუთერი იქ სხვადასხვა კონფესიები, სხვადასხვა დენომინაციები, ყველა არის განხილული. ბოლოს წინა არის კათოლიციზმთან დაკავშირებული ესეთი პასაჟი, რომ თუ თქვენ ხართ კათოლიკი, უნდა იცოდეთ, რომ ამადამ საუკუნეში ევქარისტიული კავშირის გაწყვეტის შემდგომ მოხდა ესეთი განყოფა და შემდგომი 10 საუკუნე არის ის პერიოდი, როდესაც რაც აცილებს კათოლიციზმს მართლმადიდებლობას. და ბოლო არის თუ თქვენ ხართ მართლმადიდებელი ქრისტიანი, იცოდეთ, რომ თქვენი რელიგია დააფუძნა თავად უფალმა ჩვენმა და მაცხოვარმა იესო ქრისტემ 2000 წლის წინ და ეს არის ის ღირებულებითი ტრადიცია, რომელიც მომავალშიც გადაეცემა თქვენს შთამომავლებს. ანუ პირდაპირ პერიფრაზე არ გამიკეთებია, შინაარსი მოგიყევით, მაგრამ ამან ისეთი გავლენა იქონია ჩემზე, აი რომ მეგონა რომ ესე იგი ჭეშმარიტებას წვდებოდი თითქოს ხო, როგორც მორწმუნე ქრისტიანია რა. ყოველ შემთხვევაში ვდებდი თავს ასეთად. მაგრამ ეს რომ წავიკითხე, ესე იგი დავსლბი რა, მთლიანად სიყვარულით და განვიმსჯვალე, ასე თქვათ, განსაკუთრებული გრძნობით ჩემი რელიგიის მიმართ. ღმერთს მადლობა, რომ ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები. ღმერთს მადლობა, რომ ჩვენ აი ბოლო 30 წლის განმავლობაში მას შემდეგ რაც საქართველოს მოიპოვა დამოუკიდებლობა, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული დოკუმენტი, რომელიც შემუშავებული და პარლამენტის დონეზე რატიფიცირებული იქნა, ეს არის კონკორდატი. სხვა შორის მე ვიღებდი 15 წლის წინ მონაწილეობას კონფერენციაში, ტელეხიდი იყო მაშინ, რუსულ-ქართული და რუსი სპეციალისტები გამოთქვამდნენ სინანულს. იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არისო ის ჩანაწერი, რაც თქვენთან ძებსო კონსტიტუციაშიო. განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გზაზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონო დიმიტრიო, შეიძლება თუ არა რუსეთმაც იხელმძღვანელოს მსგავსი დოკუმენტით? და არც დამიყოვნებია სხვათა შორის და იმ წამს ვეუთხარი, რა თქმა უნდა, მე დარწმუნებით შემიძლია საკუთარი სინდისიდან გამომდინარე ვთქვა, რომ ის განსაკუთრებული აღმშენებლობითი როლი, რომელიც მიუძღვის მართლმადიდებლობას, როგორც მთავარ მაიდენტიფიცირებელს იმ კულტურული და პოლიტიკური მოდუსის ჩამოსაყალიბებლად, რასაც პირველივე საუკუნიდან აქვს ადგილი და ჩვენი ჰაგიოგრაფია და შემდგომი პერიოდის ნაწარმოებები, რასაც აუცილებლად შევეხებით, ამას პირდაპირ გვაწვდის ისტორიულად. მსგავსი ისტორია გამლელი რუსეთს. და როცა ჩვენ რუსეთს საუბრობთ, არ არის აუცილებელი რუსეთის ფედერაციის მოდელი წარმოვიდგინოთ. ეს არის სამწმინდა რუსეთი პირველ რიგში. რომლის მიმართულ ტოლვაც იყო განმაპირობებელი პოლიტიკური, გნებავთ გეოპოლიტიკური განზომილების პოლიტიკური აქტი, რომელსაც მიმართავდნენ ჩვენი მეფეები, ჩვენი მთავრები, ყველაზე კრიტიკულ მომენტში მათ შორის. და რაც დღეს ბევრი ჩასაფრებული გეოპოლიტიკურად დატვირთული, ასე ვთქვათ, ადეპტისთვის არის ნოყიერი თითქოს ნიადაგი იმისთვის, რომ ებრძოლოს ერეკლე მეფეს მაგალითად. 76 წლის მხცოვან მეფეს, რომელიც ბოლომდე, სიცოცხლის ბოლომდე მხედრულად იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, მისი იდენტობისთვის და მისი ორგანული ინტერესებისთვის. ხო და იმიტომ მოგახსენებდით სწორედ აი ამ დოქტორ ეფთიმიოს მიერ ჩანაწერს, რომ ამან მე გამიღვივა განსაკუთრებული მოტივი ჩემს ცხოვრებაში, რომ მეძებნა სწორედ ის გზები და გამოსავალი, რომელიც ახალი ცივილიზაციური არჩევანის წინაშე გარდაუვალ წარმატებას მოუტანდა ჩემს ქვეყანას. მერც მადლობა, რომ აი ბოლო 8 წელიწადია სამოქალაქო სახალხო დიპლომატიის ფარგლებში
ვცდილობთ რომ რაღაცა პატარა წვლილი შევიტანოთ. მე არ ვიტყვი რომ შედეგი არ დგას. მე ვთვლი რომ შედეგი დგას იმ კუთხით რომ ჯერჯერობით აი აქ ვინც ხართ წარმოდგენილი უმრავლესობასთან მე მადლობა ღმერთს გქონია შეხება, მქონია გადატვირთვა ამ საკითხებთან მიმართებით და ყველას მადლობას გიხდით. იმიტომ რომ ჩვენ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მოედნებზე, სხვადასხვა ვითარებაში გქონია შეხებები და თურმე ცოტანიც არ ყოფილვართ ვინც ერთ პლატფორმაზე ვდგავართ. ეს არის დიახ ცივილიზაციური არჩევანი, რომელიც დღეს როგორც არასდროს, იმიტომ რომ დრო დასრულდა გადავდივარ ჯამში. ქრონოსი ამოიწურა, გადავდივარ ჯამში. რა არის ჯამი? ჟამი არის პერიოდი, რომლითაც განიკითხება დრო. მთელი წარსული, არაფრისთვის აღარ არის დრო. მოდით პირდაპირ ვთქვათ. რა თქმა უნდა, პოლიტიკური დატვირთვით ვთქვათ ეს და არა ვთქვათ რაღაცა ესეთი ემოციური დატვირთვით, რომ როდესაც განკითხვაზეა საუბარი, ბუნებრივია ლაპარაკი იმაზე, რომ არაფრისთვის დრო აღარ დარჩა, გარდა იმისა, რომ უსაფრთხოების გარკვეული სისტემა სასწრაფოდ შევქმნათ ჩვენს გარშემო და ქოლგა დავიჭიროთ ხელში, იმიტომ რომ ჩვენ თუ ასე გავაგრძელებთ, აი, უცებ გადავხვდებით და ბოლო პერიოდის სიტუაციას, ასე ვთქვათ, შევეხები, აი ბატონი არჩილი როგორც პოლიტოლოგი ალბათ გამისწორებს თუ რამეში ვცდები, რომ ვატიკანში დაიბარეს სრულიად სომეხთა კათოლიკოსი. და საკითხი შეეხო რას იცით? ეკუმენური მოძრაობის გაძლიერებას და მასში ვატიკანისა და სრულიად სომეხთა ასე ვთქვათ, აი ეკლესიის თანამონაწილეობას, თანადგომას და თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული მართლმადიდებლობა და ზოგადად მართლმადიდებლობა, ქართული არ არსებობს მართლმადიდებლობა ერთია, ერთი ბარძიმით ეზიარება ყველა მართლმადიდებელი. არის სამიზნე. ისევე როგორც იყო სამიზნე მაშინ, როცა სოფლიო ეკლესიათა საბჭოს ერთ-ერთი მთავარი სლოგანი იყო ეკუმენური მოძრაობის გაძლიერება, უნდა ვაღიაროთ და ვთქვათ, რომ 70-იან წლებში ეს ჩვენი ეკლესიისთვისაც გარკვეულწილად სლოგანი იყო. ყოველ შემთხვევაში ჯვარი ვაზისა იყო ის თუ საღვთისმეტყველო კრებული მსგავსი ლოზუნგები, მსგავსი სლოგანები პირდაპირ იბეჭდებოდა, როგორც ჩანს, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავით ძლიერად ფეხზე, მაგრამ გაგახსენებთ 90-იან წლებში, როცა ზარზმის მონასტერი გამოვიდა პირველი პროტესტით, ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა შეაგება ამას შემხვედრი ხელი და სწორედ ჩვენი უწმინდესის უდიდესი დამსახურებაა, რომ ჩვენ გამოვედით აი ამ ეკუმენური მოძრაობიდან. აბსოლუტურად ვეთანხმები ქალბატონ ბაიას. ვინმე გვაპატიებს მაგას? იმის მერე ჩვენ ვართ სამიზნეში. და ვინ ვართ ესენი? სამწმინდა რუსეთი, ტარას ბულბას რუსეთი, მოდი ესე ვთქვათ, დნეპრისპირა კაზაკთა რუსეთი, ასე ვთქვათ, რომლებსაც ვინ იტყვის, რომ ისინი რუსები იყვნენ თუ უკრაინელები იყვნენ, კაზაკები იყვნენ. მათ იდენტიფიცირება, ასე ვთქვათ, ეროვნული ნიშნით ხორციელებოდა რელიგიიდან გამომდინარე. Раз амбობს Тарас Бульба сигналист цин. Разве есть такая сила, которая осилит русскую силу? Руси es. Მთელი შავი ზღვის პირით ჩრდილო, ასე ვთქვათ, სანაპირო, ნავასერბია, ნავარუსია, მალარუსია. ანუ აქ სერბებიც არიან ჩართულები რა, უნდა ვთქვათ რა და იდენტიფიცირება მათი ხდება რელიგიური ნიშნით. მეჩვენეთ საუკუნის სტამბოლამდე ჩავიდა. რას ამბობს Тарас Бульба, რას ეუბნება თავის შვილს, რას უბარებს თავის შვილს? ვინ იყვნენ ისტორიული მტრები მათი, ხო? უნიატები და იყო თურქული ექსპანსია. და რომ უბარებს, რომ უნდა იყოს უკომპრომისოდ გაგრძელებული ბრძოლა. გასაგებია ხა ისტორიული რაკურსით თუ შევხედავთ ამას, იმას, რასაც დღეს SVO ეწოდება, ეს არის ისტორიული სამამულო ომი საკუთარი მიწა-წყლისთვის, რომელშიც დაღვრილია ასეულობით 1000 ადამიანის სისხლი. მეორე მსოფლიო ომის ჩათვლით, ბუნებრივია. შესაბამისად, მე ვთვლი და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეხა ის პროცესები, რომელიც ვითარდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის, აშკარად არის ახალი შესაძლებლობის პანჯარა ჩვენთვის. აი 2022 წლიდან როგორიც გაიხსნა, ზუსტად მსგავსად ჩვენ შეგვიძლია ეს სწორად გამოვიყენოთ. იმიტომ რომ დასავლეთისთვის მართლმადიდებელი ქვეყანა ვერ იქნება ბუნებრივი მოკავშირე. ვერ იქნება ბუნებრივი მოკავშირე. კათოლიკური სამყარო და იქიდან გამომდინარე პროტესტანტული მიმართულებები, ანგლიკანიზმი, ლუთერანიზმი, კალვინიზმი დააკვირდით რა ხდებოდა, ხო? იგივე ჰენრი მერვე რო ვახსენე, რის გამო გავიდა ამ თემიდან, კათოლიციზმის თემიდან? მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი პერსონალური ამბიცია დაეკმაყოფილებინა და მეორედ მოეყვანა ცოლი.
და მას შემდეგ რაც ანგლიკანური ეკლესიის პირდაპირ გავლენით მართლმადიდებელი რუსეთი კარგავს მეფეს, მონარქიას კარგავთ ჩვენს მანამდე და ეს ყველაფერი აბსოლუტურად მისაღებია მონარქიული დასავლეთისთვის. რა თქმა უნდა, ეს სტატუს-კვო შენარჩუნება ერთ-ერთი გეოპოლიტიკური ამოცანა და მიზანია მათთვის. და უმთავრეს საკითხს მივადექით ამ შემთხვევაში, რომელიც მომავლის საგანია, ბუნებრივია მსჯელობის და ეხლა არ არის მსჯელობის საგანი, მაგრამ ეხლავე შეგვიძლია ჩაუყაროთ ამას საფუძველი. დიახ, ეს არის სახელმწიფო პოლიტიკური მართვის მოდელი, რომელიც იგივე საქართველოს მომავალში ელის. ჩვენ ნახევრად საპრეზიდენტო, ძლიერი საპრეზიდენტო, საპარლამენტო რესპუბლიკა გამოვიარეთ და მე ვფიქრობ, რომ აი ეხლა რაშიც ჩვენ ვიმყოფებით, ეს არის კარგი ტრამპლინი და კარგი ეტაპი იმისთვის, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა, როგორც გარდამავალი ფორმაციის სახელმწიფო პოლიტიკური მართვის მოდელი, საფუძვლად დაედოს მონარქიას. მაგრამ ამას თავისი დროა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ და ეს არ ნიშნავს, რომ ხვალდაზე. რატომ? იმიტომ რომ სუვერენი არის მეფე. ისევე როგორც მართლმადიდებელი იმპერიის შემთხვევაში იყო და მსოფლიო უსაფრთხოების სისტემაში და ევროპული უსაფრთხოების სისტემაში მართლმადიდებელი რუსეთი იყო უმთავრესი როლის, ასე ვთქვათ, და ფუნქციის შემტანი. რა თქმა უნდა, ბრიტანეთის ნეოიმპერიალისტურმა ზრახვებმა და აი მას შემდეგ რაც ქალბატონი ბლეიზ მეტრეველი დაინიშნა უკვე მიექვსის სამსახურის უფროსად, თქვენ ხედავთ როგორ გაძლიერდა ექსპანსია და ეს საცეცები რა თქმა უნდა ისევ დიდი თურანის ის არის, რა ქვია, იდეა, რომელიც წამოვიდა თურქეთის როგორც ბრიტანეთის საცეცის, მაგრამ დამოუკიდებელი ავტონომიური გეოპოლიტიკის მიზნის მატარებელი სახელმწიფოსი. ძალიან ძლიერი სახელმწიფოსი, ძალიან დიდი გეგმებითა და იდეებით. ნეო-ოსმანიზმის, პანთურქიზმის იდეებით. და მას ყავს თავის ხარდამჭერები, რა ვიცი. მე მგონი ჩვენ და სომხეთი ვეღობებით მარტო ამ გზას, ყაზახეთი, რომელსაც კირილიცაზე უარი თქვა და გადავიდა ლატინიცაზე, იქეთ უკვე იუგურებით დასახლებული ჩრდილო-დასავლეთი ჩინეთი, ალტაის მხარე, ანუ ჩინეთსაც მოიცავს, რუსეთსაც მოიცავს, მთელ შუა აზიას მოიცავს და ახლო აღმოსავლეთის ჩრდილოეთი რეგიონი კავკასიის სახით არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ამ იდეის განხორციელების გზაზე. და ხაზს უსვავ ამას რატომ? იმიტომ რომ ეს არის ბუნებითი წანამძღვრები იმისა, თუ სად უნდა ვეძიოთ ჩვენი გლობალური უსაფრთხოების სისტემის მშენებლობის ადგილი. ეს ღმერთმა გვიბოძა ჩვენ. პირველი საუკუნიდან, როდესაც ივერიაში შემოვიდა ანდრია პირველწოდებული. ეს 4 წერტილი არის საკრალურად მნიშვნელოვანი. ივერია, კეოპეჩორა, ვალაამი და ძივეევო. აი ეს 4 წერტილი ქმნის იმ წახნაგს, რასაც ეწოდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრობა. ეს არაფერს არ გვეუბნება ჩვენ. ეს ჩვენ არაფერს არ გვეუბნება. ამიტომ ორგანულობაში რო ვარ და რო ერთით ვერ გაიგეს. როგორ ხდება რომ ჰუმანიტარული ურთიერთობების დონეზე ქართულ-რუსული ურთიერთობების ჩაჭრა, ჩაშლა, უწყრულის გაჩენა ვერაფრით ვერ შეძლეს. რა იყო 2008 წელი? იმ კომისიის წევრი ვიყავი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი და ძალიან თვალნათლად დავინახე ყველაფერი. რომ ეს იყო გაჩენილი, უწყრული, ხელოვნურად გაჩენილი, უწყრული და ჰუმანიტარული დარტყმა ქართულ-რუსული ურთიერთობებისთვის, რომელიც არასდროს არ უნდა გამთლიანებულიყო და შემდგომი ისტორიული მეხსიერების შვილში უნდა ყოფილიყო მუდმივი იარა გახსნილი. აი ეს ჩანაფიქრია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აი ეს 8 წელი, რასაც მე ვემსახურები ღმერთის წყალობით და ჩემი ყველა კოლეგის მხარდაჭერით და მეც მათთვის მხარდაჭერის გზით ძალიან სწორად, მაგრამ ამან უნდა მიანიჭოს რეალური იმპულსი რეალურ პოლიტიკას. აი, როდის დადგება რეალური პოლიტიკა, როდესაც ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრებთ პარლამენტის ტრიბუნიდან, ვისაუბრებთ უკვე მაღალი დონის კონფერენციებზე, ვისაუბრებთ უკვე პოლიტიკურ ტრიბუნებზე, ეს მხოლოდ ახლო მომავლის საკითხია. დღეს კი ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს გარშემო, როგორც ჩრდილოეთით, ისე სამხრეთით, მიმდინარეობს ეგზისტენციალური ხასიათის ომები, გამოწვევები, რომელსაც ასეულობით 1000 ადამიანი ეწირება. და ჩვენი სტაბილურობა არის ჩვენი შესაძლებლობა და შანსი იმისა, რომ გამოვიყენოთ, რა თქმა უნდა, სტატიკური არაფერი არ არის, ყველაფერი დინამიკაშია, იქნება ეს შუა დერეფნის თემა, იქნება ეს ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიმავალი ახალი შესაძლებლობები, რომლებიც გაჟღერდა სხვათა შორის რუსულ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში. ეს არის ძალიან საინტერესო, იმიტომ ეს არის ჯვარსახოვანი გზა, რომელსაც შეიძლება საქართველოს გეოპოლიტიკურ დონეზე მოემსახუროს. როგორც ჩრდილოეთიდან სამხრეთით, ისე დასავლეთიდან აღმოსავლეთით. და აქედან გამომდინარე შევიძინოთ
ბუნებითად შევიძინოთ რეგიონალური შვეიცარიის ფუნქცია, დიახ, ამის თქმა მინდა ზუსტად. იქ სადაც უკვე აფხაზეთი უნდა იყოს თუ არა ინტეგრირებული საქართველოში, კითხვაც კი აღარ დაისმის. აი, როცა ეს ბუნებრივად მწიფდება, აქ კითხვაც აღარ ისმის და ბუნებრივია რუსულ-ქართული ურთიერთობები უნდა იყოს ფლაგმანი ამ უდიდესი გადატვირთვისა ხვალდაზე. დიდი მადლობა.